კარგი ის არის ქადაგება საერთოდ ის კრებული ავტომატ გამოცემული გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებისა ძალიან კარგია, ძალიან ისეთი აი სიღრმისეულია და ძალიან ლამაზი ენით არის კიდე. ძველქართულად არის, ცოტა შეიძლება ოდნავ რთულად გასაგები, მაგრამ მაინც გასაგებია ადამიანი რო წაიკითხავს და ეს ქადაგებები ძალიან კარგია და ერთ-ერთი ქადაგება არის ქრისტეშობის წინადღეებში წარმოთქმული, სადაც ის ამბობს, აი როგორ უნდა დაიბადოს ქრისტე ადამიანის გულში. მარტო ის კი არა, რომ 2000 წლის წინ ბეთლემში დაიბადა და იქ აღიზარდა და ეგვიპტეში გაიქცა და იქ მერე გაიზარდა და ჯარს ეცვა და საფლავად დაიდო და მკვდრეთით აღსდგა და ამაღლდა. მარტო ის კი არა ის რაც მოხდა ისტორიულად, არამედ ეგ ყველაფერი უნდა მოხდეს ადამიანის გულში. იმიტომ რომ მარტო ისტორიულად მომხდარი თუ ის ჩვენ არ შეგვეხო კონკრეტულად აი მე არ შემეხო, ალეკოს არ შეეხო, ნიკოლოს არ შეეხო, მაშინ ჩვენ ის არ გვარგებს. თითოეული ადამიანის გულში უნდა დაიბადოს ქრისტე და იმ გულში დაიბადება, ვინც ცდილობს რომ განუმზადოს უფალს თავისი გული. გაბრიელ ეპისკოპოსი, გაბრიელ ქიქოძე, იმერეთის ეპისკოპოსი იყო. კი, ერთი პერიოდი გორის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსი იყო. საოცარი პიროვნება საერთოდ გაბრიელ ეპისკოპოსი. არის გამოსული არის იყიდება ეს წიგნები, კი. მე ჩემი მეგობრის მიერ ნაჩუქარი მაქვს სადღაც 100 წელზე მეტი ხნისა შეიძლება ითქვას რა და მაგრამ ეხლა ახალი რითაც არის გამომცემლებს აქვს გამოცემული ეს წიგნი. ძალიან მნიშვნელოვანი ინტერნეტში შეგიძლია მოიძიონ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები. ორთოდოქსი G არის ესეთი საეკლესიო საიტი და იქ საეკლესიო გვერდი. არა იცი რატო ამბობ, თუ ვერ მოიძიეთ წიგნი, იქიდან შეიძლება ამოიბეჭდოს და წიგნად აიკინძოს, ეგეც არანაირად. თან ბევრი ქადაგებაა, სხვადასხვა წელს. მერე მოყოლებულია აღდგომიდან, სულთმოფენობიდან პირველი კვირა, მეორე კვირა, მესამე, მერე დღესასწაულები. მერე ამათუ იმ სკოლაში თუ გიმნაზიაში წარმოთქმული თუ საპატიმროში წარმოთქმული ქადაგება და ძალიან კარგი. ნახეთ აი რას ამბობს ახლა შინაარსი რა არის რომ ადამიანის გულში რომ დაიბადება უფალი, იქ უნდა გაიზარდოს და ქადაგება დაიწყოს. ადამიანის გულში ქრისტემ ქადაგება უნდა დაიწყოს, ანუ რას ნიშნავს? ჩვენ ცხოვრებისეულ ამა თუ იმ სიტუაციაში, ანუ უნდა მისი ხმა გვესმოდეს, რას გვეუბნება ეხლა? რომ რა უნდა გავაკეთო და როდის მოხდება ეს? თუ ადამიანი ღვთის სიტყვას არ წაიკითხავს, აი რანაირად მოხდება, არ მოხდება. იმიტომ რომ ვერ გაიგებს მის ხმას. ანუ ჩვენ ამა თუ იმ სიტუაციაში აი პრაქტიკულად როგორ უნდა მოხდეს? ახლა მართლა გულიდან ხო არ მოგესმება ხმა რა? პრაქტიკულად როგორ უნდა მოხდეს? ამა თუ იმ სიტუაციაში უნდა გაგახსენდეს შენ მიერვე წაკითხული სახარებიდან ის ადგილი, ის მონაკვეთი, ის დარიგება, მაცხვარი რას გეუბნება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. აი ვიღაცამ გაწყერინა, ვიღაცა შენი დახმარება უნდა. თუ რაღაც ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდი და ან ვიღაცას ჩაგრავენ სიტყვაზე, ვიღაცას განიკითხავენ შენი თანდასწრებით, თუ სხვადასხვა სიტუაციაში შენ უნდა გაგახსენდეს ამასთან დაკავშირებით უფალს რა დამოკიდებულება აქვს. ან თავად როგორ მოიქცა, ან რა დაგვარიგა, ან მოციქულის პირით რა გვითხრა. ეს ნიშნავს, რომ უფალი ჩვენს გულში უკვე ქადაგებს. ახლა მერე შემდეგი ეტაპი რა არის? ქრისტეს ჯვარცმა. ანუ ჩვენ იმ სიტყვის გამო, რასაც ის გვიქადაგებს, გასასწრების გამოვლა მოგვიწევს. მარტო ისე კი არა, რომ აი ყური მოვიფხანეთ და რა კარგია ღვთის სიტყვა მოვისმინეთ, მარტო ესე კი არა. ჩვენ დადგები განსასწრების წინაშე. რომ შენ რომ ეს სიტყვა შეასრულო და მისი ქადაგებისაებრ მოიქცე. ისი ადვილი არ იქნება. აი როგორც გახსოვთ სახარებაში რო იყო გზის პირას დავარდნილი მარცვალი, შემდეგ კლდეში ჩავარდნილი მარცვალი. ამოვიდა ის მაშინა,
მაგრამ ზე რო ამოვიდა და დააწყუნა და ფესვები არ ქონდა გადგმული, კლდეში ვერ გაიდგა ფესვები, დააჭყნა და ნაყოფი არ გამოიღო. ანუ ეს ისეთ ადამიანს გულისხმობს, რომ ვინც ღვთის სიტყვას მოისმენს, უნდა რომ შეასრულოს. მაგრამ განსაცდელის წინაშე რო დადგება, მერე უკან იხევს. ანუ მაგალითისთვის თქვა, აი მოისმინა კაცმა, რომ რომელმა დაიმდაბლოს თავითვისი, იგი ამაღლდეს. მაგრამ ახლა ჩვენ აფთიაქში ვართ, რიგში ჩავდექით და ვიღაცამ წინ გადაგვისწრო რიგში. და იქ გავფეთქდით. ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავდაბლოთ. ანუ იქ უნდა მოითმინო ის, რომ ვიღაცა გადაგიხდა. და თქვა, რომ მოდი მე იმის გამო, რომ ღვთისმცნება შევასრულო. მოდი მოვითმენ ამას. ხო და აი გულშიც რომ არ განრისხდები, ეგ ნიშნავს, რომ შენ შეასრულე ღვთისმცნება. და თუ გულში განრისხდები, ეგ ნიშნავს, რომ ვერ შეასრულე მცნება ბოლომდე. ამიტომ იქ სინანულია საჭირო. და სადაც ერთხელ შეინანებ, ორჯერ შეინანებ, სამჯერ, უფალი ხო ხედავს ჩვენს მცდელობას. არა ვართ ისეთი, როგორიც უნდა ვიყოთ, მაგრამ გვინდა რომ ვიყოთ ისეთი, როგორიც უნდა ვიყოთ. როგორიც უფალს მოსწონს და ერთხელ იზამ, ორჯერ იზამ და უფალი განკურნავს მერე შენს გულს. ან მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ მოწყალების გაცემა კარგია. დაუშვათ მოვისმინეთ, რომ ვიღაც ჩვენი შინაური ან საპყრობილეში, ან საავადმყოფოში. და ვიცით, რომ უფალი გვეუბნება, რომ ის უნდა მოინახულო, შენი მოგინდა, რომ შენც მოინახულო. მაგრამ გაიგე, რომ ვიღაც აღმოჩნდა ესეთ მდგომარეობაში და შენ უკვე დარმატე. აღარ ახერხებ. აი ამაზეა ლაპარაკი. და არა და იქ უნდა მიხვიდე. და თუ ვერ მიდიხარ, აი გული დამძიმებული უნდა გქონდეს და ნანოვდე ამას. რატო ვამბობ ახლა? ერთია ის, რომ უფალმა დაიწყო ჩვენს გულში ქადაგება, მაგრამ იმის გამო რაღაცა უნდა გაისარჯო. რაღაც პატარა თავგანწირვები უნდა გამოავლინო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს ნიშნავს, რომ შენი ჯვარცმა მიმდინარეობს. შენ ითმე რაღაცას ქრისტეს გულისთვის. თუ არ ითმენ არაფერს ქრისტეს გულისთვის, ესე იგი შენ ქრისტეს გზაზე არ მიდიხარ. იმიტომ რომ ხო შეუძლებელია ქრისტეს მოსათმენი არ ქონოდა იმ გზაზე, რაც გაიარა. გოლგოთის გზა მოსათმენი არ იყო, როგორ არ იყო. ამიტომაც თითოეულ ქრისტიანს მოელის, რომ თავის გულში ეს გზა გოლგოთისა გაიაროს. იმიტომ რომ თუ არ იქნება გოლგოთა, მაშინ არ იქნება არც ჯვარცმა და არც მკვდრეთით აღდგომა. აი ამაზეა ლაპარაკი. ეს ყველა ეს პროცესი ადამიანის გულში უნდა მოხდეს. ამაზე საუბრობს სწორედ გაბრიელ ეპისკოპოსი. ადამიანის გულში უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს იქ მკვდრეთით აღდგომაც და უნდა მოხდეს მისი ზეცად ამაღლებაც. ეხლა უბრალოდ ადამიანი უნდა დააკვირდეს კარგად თავის თავს. მე კიდე არ მახსოვს ბევრი რამე იმ ქადაგებიდან. მე ხა უბრალოდ აი შინაარსობრივად რაც მახსოვდა, კარგი ხნის წინ მაქვს ეს წაკითხული და ძალიან ის არის სიღრმისეული და მნიშვნელოვანი. უნდა დააკვირდეს ადამიანი თავის გულს, რომ მე რა მდგომარეობაში ვარ. უკვე დაიბადა ქრისტე ჩემს გულში თუ ჯერ არ დაბადებულა. უკვე დაიწყო ქადაგება და მე ეს მესმის თუ ჯერ ეს არ მესმის. მე რაღაცა მოსათმენები გამოვიარე ამის გამო თუ ჯერ ეს არ მოხდარა და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი თავის გულში უნდა დააკვირდეს და ჩვენ ისე არ უნდა ჩაგვიაროს ქრისტეს შობამ, ქრისტეს ჯვარცმამ, აღდგომამ, ამაღლებამ, რომ ეს ჩვენს გულში არ მოხდეს. იმიტომ რომ ეს ისტორიული მოვლენა, ეს ყველასთვის ინფორმაციულად შეიძლება ყველა მიცოდეს, მაგრამ ინფორმაციული ცოდნა არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის მორწმუნე. შეიძლება მორწმუნეზე მეტიც კი იცოდეს თეორიულად. მაგრამ ქრისტიანობა არ არის თეორია, ქრისტიანობა არ არის ფილოსოფია. ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი. ქრისტიანული ცხოვრების წესი, ქრისტეს მცნებებით ცხოვრების წესი. და უფალიც ამას ამბობს, ვისაც მე უყვარვარ, ჩემი მცნებები დაიცვას. და აი, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს თავს, ესე იგი, რამდენად ვცდილობ, ჯერ მოდი, აი, ნოლიდან ვიწყებთ, რამდენად ვცდილობ მე, რომ ჩემს გულში უფალს გაუმზადო ადგილი, რომ იქ შემოვიდეს და დაიბადოს. ახლა ჩვენ რო სახში სტუმარი მოვიდეს, ახლა ცოტა რაღაცას ხო მოაწესრიგებ, რომ
ხუმარი მოგდის და რაღაცა პატივისცემით მიიღო რა, ხო გწვენია ისე რომ მოვიდეს რომ მორეული იყო და რაღაცა მომზადება. ხო და წარმოიდგინეთ, აი უფალი უნდა მოვიდეს ჩვენს გულში. მიუხედავად იმისა, რომ ის როგორი გულიც არ უნდა გქონდეს, არ თაკილობს და თითოეული ადამიანის გულში შედის და განკურნავს, თუ ადამიანი მას გულს გაუღებს. ესეც უფლის სიტყვებია, რომ თითოეული ადამიანის გულის კართან გევარ და ვრეკ, ანუ ვაკაკუნებ. ეგების ვიღაცამ გამიღოს. ჩვენი მოვალეობა რა არის? ჩვენი ღვაწლი რა არის? რომ ჩვენ უფალს გული გავუღოთ და რომ ვაჩვენოთ ჩვენ იქ რაც არის მოსაწესრიგებელი. ეს რომ ადამიანმა გააკეთოს, უნდა იცოდეს ღვთისმცნება, უნდა ცდილობდეს ესე ამ ცნებისაებრ იცხოვროს და სადაც ვერ ცხოვრობს ამ ცნებისაებრ, იქ უნდა შეინამოს.